მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. თავიდან დავიწყებ, ხო? მეორე არხისთვის. მეორე არხის სრული კონტექსტი გადის და რა გავაკეთო, რა. მოგესალმებით. მადლობა მინდა. ეხლა დამიწყება სიცილე, არ გინდა. კაი, აღარ ვიტყვი მოგესალმებით. დავიწყოთ? დავიწყოთ. მოდი, კაი, შეკითხვებით დავიწყოთ. ხო, თორე გამეცინება ეხლა. დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, ნამდვილად ვაწარმოებ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან და მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ არა მარტო ჩემი სახელით, არამედ პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, საკმაოდ დიდი და პოპულარული ნაწილის სახელით, ასევე ქართული საზოგადოების და საზოგადოებრივი მოძრაობების ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის სახელით. დღეს საქართველოს შირდება ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც შეძლებს დააბალანსოს და დაამარცხოს ქართული ოცნების კანდიდატი. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, ვინ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო. ბევრი ღირსეული კანდიდატი არის საქართველოში, მადლობა ღმერთს, მაგრამ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართულ საზოგადოებაში. პაატა ბურჭულაძე ქართველი ხალხის აზრით და მე ამას სრულად ვიზიარებ, არის ხალხის წიაღიდან წამოსული კანდიდატი და თუ კი მისი კანდიდატურა იქნება დასახელებული, ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. სრული დარწმუნებით შემიძლია მინდა გითხრათ და მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბატონი პაატა ძალიან პასუხისმგებლიანი კაცია და შეუძლებელია ხა ძალიან მოკლე ვადაში გადაეწყვიტა ეს საკითხი, ის ფიქრობს ამ საკითხზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე ვხედავ, რომ ის აცნობიერებს როგორ მდგომარეობაში არის დღეს სახელმწიფო და იმ საფრთხეს, თუ კი ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ ისევ მივიღებთ ერთადერთ ალტერნატივო კერპს საქართველოში და დაუბალანსებელ ძალას, ქართულ ოცნებას, უკონტროლო ძალას, რომელიც აუცილებლად იმას ნიშნავს ავტომატურად, რომ სახელმწიფოს წაიყვანს უკვე მესამე წელზე, როგორც ერთი წრე ვიარეთ მოქალაქეთა კავშირის დროს, მეორე წელზე ვიარეთ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის დროს და ყველა შედეგი, ყველა ის უბედურება, რაც სახელმწიფომ გაიარა, იყო შედეგი მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ ერთი პოლიტიკური პარტია, ერთი პოლიტიკური ძალა, ერთი კაცი, ჯერ შევარდნაძე, მერე სააკაშვილი აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს. ეხლა ჩვენ უნდა გადაუჭრათ ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაკონტროლებისკენ მიმავალი გზა და უნდა ავირჩიოთ პაატა ბურჭულაძე. ქართული ხალხის კანდიდატი იქნება, ძალიან კარგი შეკითხვა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს დაუჭერს, მინდა გითხრათ, რომ გუშინს მერე ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოთქვა სურვილი ამ პროექტში მონაწილეობის და მიკავშირდნენ და აუცილებლად ესე იგი ჩაერთვებიან ამ კონსულტაციებში. რაც შეეხება სამართლებრივად ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ყველა დანარჩენი კანდიდატების არის სწორედ ის, რომ ისინი არიან პარტიების კანდიდატები და მე ისინი ხდებიან, როგორც შევარდნაძე იყო და სააკაშვილი, თავისი პარტიების პრეზიდენტები და ზრუნავენ მხოლოდ თავის პარტიებზე. ამიტომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, რომ პარტიებმა დაასახელონ თავისი კანდიდატები, ეს უნდა იყოს საზოგადოების, ხალხის კანდიდატი და მე დღეს პირდაპირ გეტყვით, პირველად საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში ქართველ ხალხს ისეთი მოცემულობა შეიქმნა, ქართველ ხალხს ეძლევა თვითონ დაასახელოს და აირჩიოს თავისი კანდიდატი. ამის შანსი. ადრე ყოველთვის იყო შეთანხმებული ან რუსეთთან, ან ამერიკასთან, ან ორთავესთან ერთად და დღეს ისეთი მოცემულობაა და ისეთი კანდიდატი არის პაატა ბურჭულაძე, თუ კი ის ამაზე თანხმობას განაცხადებს და მე ამის იმედი მაქვს, ასეთ შემთხვევაში ქართველი ხალხი მიიღებს თავის პრეზიდენტს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხის წინაშე და არა უფროსების წინაშე ქვეყნის გარეთ რუსეთში იქნება ეს თუ ამერიკაში. აპოლიტიკური პრეზიდენტი ვერ იქნება ნომერ პირველი. აბა ერთი წუთი
ეგ რომელი არხია? ეს სამართლებრივი ფორმა კანდიდატურის დასახელების იქნება განხილული მას შემდგომ, რაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებ, რომ იყრის თუ არა ბატონი პაატა კენს პრეზიდენტობის კანდიდატად. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ის არ უნდა იყოს ქართული დასის ან რომელიმე პარტიის კანდიდატი, პირადად მე ასე მიმაჩნია, ის უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობების ერთობლივი კანდიდატი, ანუ ქართველი ხალხის კანდიდატი. ასე ჯობია, ჩემის აზრით. და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული შემდგომში, ეს ჩემი პირადი აზრია, ვნახოთ. ჯერჯერობით საუბარს მე ვაწარმოებ, თუმცა ამ საუბრის საქმის კურსში არის და მხარდამჭერი არის თავისუფალი საქართველო, ბატონი კახა კუკავა. მე გეტყვით, რომ ჩვენ მე და კახა ვართ შეთანხმებული პარტნიორობაზე და ანუ კოორდინირებულად მოქმედებით პრაქტიკულად ყველა საკითხში და ჩვენ ამ შეთანხმებას არ დავარღვევთ არც შემთხვევაში, თანაბარი ფორმატით მომუშაობთ ამ საკითხებზე, თუმცა ახლა მე გუშინს მერე ეს ამ გაჟონა პრაიმ ტაიმის ესე იგი სააგენტოში დაიდო, საიტზე დაიდო ეს ინფორმაცია, პირველად მე მიკავშირდებოდნენ, ეხლა მე არ ვადასტურებდი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაც ფრაგმენტული ყოფილიყო, მინდოდა რომ დღეს ამ კლუბში ან თუცა ისე შედგა რომ ესე იგი გუშინ პირდაპირ ეთერში მომიწია ამის დადასტურება, მაგრამ პარტიებმა ამის შემდგომ პარტიებთან არ ქონია ესეთი უარყოფა რომ არ გავაკეთე კომენტარი, როცა დამიკავშირდნენ პარტიების ლიდერები, უთხარი რომ საზრ განიხილება მათ ეს ძალიან მოეწონა და გამოთქვეს სურვილი ამ პროექტში მონაწილეობის, ასე. ეხლა რადგან ეს პირადი საუბარით იყო, ჯერ ესე იგი თვითონ უნდა დაასახელონ თავისი და გამოთქვან თავისი სურვილები და მე იმედს გამოთქვამ, რომ ის პარტიები, რომელსაც თავისი პარტიული კანდიდატები დაასახელეს, ძალიან პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი კანდიდატები, ასევე ამ ძლიერ ქართულ პროექტს შემოერთდებიან და ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ შევკრიბოთ ახლა საქართველოს ნაკრები. ივანიშვილმა ვერ შეკრიბა საქართველოს ნაკრები და ეს არ იყო მისი ბრალი, მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავ, რომ შეცდომები ამ შეკრების, გუნდის შეკრების დროსაც იყო დაშვებული, მაშინ სხვა გარემოცემულობა იყო ძალიან ძლიერი ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან, ამიტომ მე არ მინდა ის დავადანაშაულო იმაში, რომ ვერ შეკრიბა ეს ქართული ნაკრები, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, შეგვიძლია ქართული გუნდი შეკვათ, ხალხის ნაკრები შეკრა და ხალხს ყავდეს თავისი კანდიდატი, რომელიც არ ვიცი ხა ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ჯერ არ დასახელებული, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, ყველანი არიან ანგარიშგასაწევი კანდიდატები და მაგრამ ისინი მოხსნიან თუ არა ხლა ბატონი პაატა სასარგებლო თავის კანდიდატურებს, ეს თვითონ მათ უნდა გააკეთონ ამაზე ესე იგი კომენტარი, მე ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ამ საკითხზე რომ ბატონი პაატას სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნან, არ ქონია საუბარი, სიმართლე გითხრათ, ძალიან ჩუმად მუშაობდით, რომ არ ჩაეშალათ ეს მოლაპარაკება. თქვენ ხო გესმით ახლა გუში რომ ამან გამოჟონა, ძალიან ბევრი არიჯერებდა იმდენად, მადლობა ღვთისმხალობით, ძალიან ესეთ კულუარულად კარგად იყო ნამუშევარი, რომ არ ჟონავდა, თორე ძალიან ბევრი ახლა გუშის მერე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვს სურვილი, რომ ასეთი ძლიერი კანდიდატი გამოჩნდეს. ასეთი ხალხი გამოჩნდა ხელისუფლებიდანაც და აფაფხურდნენ, მე ასე ვიტყოდი და დაანებონ ასეთ ფაფხურს თავი, ამას აზრი არ აქვს. მე გამომდინარე იქიდან რომ ბატონო ანანაირ ასეთ მოქმედებას უკუ შედეგს გამოიღეს პირიქით, თუ კი ბატონი პაატა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამას წინ ვეღარაფერი ვერ დაუდგება. ეს ჩათვალეთ, რომ არჩევნების ჩატარებას აღარ ჭირდება, ის არის საქართველოს პრეზიდენტი. ისი რა მე არ მინდა ახლა ვიმარჩიელო, მაგრამ პაატა არის ძალიან პატრიოტი კაცი, ალბათ გესმით, ხო? ის არის ეკლესიის და ხალხის წიაღიდან გამოსული ადამიანი, ის არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, სისხლიერი და ხორციელი და სულიერი ნაწილი. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს დამერწმუნებით, მე თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს უბრალოდ და შეიძლება ჩვენ მივიღოთ რაღაც კოლაფსი მივიღოთ შემოდგომაზე, თუ კი არ გაჩნდა ძლიერი კანდიდატი. ამიტომ ამას როგორც მე ვაცნობიერებ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე აცნობიერებს საზოგადოების დიდი ნაწილის და მათ შორის პაატა ბურჭულაძეს. ამიტომ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ
უახლოეს დღეებში ჩემის აზრით რაღაც გადაწყვეტილება უნდა იყოს უახლოეს დღეებში. ან ხო ან არა უნდა იყოს, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს იქნება დადებითი პასუხი. ვიმეორებ, შეიძლება ხა ზეწოლას ვახდენ გადაწყვეტილების მიღებაზე ბატონი პაატას მიმართ, პატივისცემით, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს სხვა გამოსავალი სახელმწიფოს არა აქვს. დღეს უბრალოდ ასეთი მოცემულობა არ არის. ხო ხედავთ, რომ ივანიშვილი ვერ ართმევს თავს სახელმწიფო მმართველობას. როგორც კი გაჩნდება დამაბალანსებელი ძალა და დამაბალანსებელი ინსტიტუტი და ფიგურა, მეორე ფიგურა პაატა ბურჭულაძის სახით, ივანიშვილს მოუწევს ცოტა უფრო მეტი ფიქრი, მანამ სამ რაიმე განცხადებას გააკეთებს. ეხლა მისი განცხადებები ვერანაირ ასე ჩარჩოში ვერ ჯდება, ძალიან ბევრი სხვათა შორის და თქვენ ხედავთ, რომ ყველა ნებისმიერი პირდაპირ ეთერის მერე ერთი კვირა მერე მიდის დაზუსტება და გადმოთარგმნა რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი და ეხლა ბოლო განცხადება იყო, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური. ჩემი შეფასებით სრულიად უპასუხისმგებლო გადადგომასთან დაკავშირებით. ავტომატურად მან განაპირობა ის, რომ მომავალი 7 თვის განმავლობაში ერთი თეთრი, ერთი პური საცხობი არ გაიხსნება საქართველოში. იმიტომ რომ ისეც ბიზნესი იყო შეშინებული და დაფიქრებული, რადგან გარდამავალი პერიოდი იყო. ეხლა ჯერ არ მოსულა კაცი პრემიერ-მინისტრად და ეგრევე განცხადებას ვაკეთო 7 თვის მერე ამას რომ ვფიქრობდი ხო არ უნდა თქვა კაცო. ყველაფერი ხო არ შეიძლება საჯარო თქვა რა. 7 თვის მერე გადადგომას ვაპირებო. აბა ამ 7 თვის მერე რაც ელოდება ბიზნესი. რა თქმა უნდა არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას ხო? მე ძალიან მარტივად ვარ, ივანიშვილი თუ გადადგა, მისი გუნდი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. და არ დაგიმალავთ, მე ვიქნები ამის სათავეში აუცილებლად. იმიტომ რომ მისი გუნდი მოიქცა, დიდი ნაწილი მისი გუნდის მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ. და დაკავებული არის საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრით. და არც აურჩევია ხალხს მისი გუნდი. ავტომატურად დგება საკითხი რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების. აბა ივანიშვილის გარეშე ხო უსუფაშვილი და სააკაშვილის 65 მანდატი ლოგიკური და ადეკვატურია საზოგადოების განწყობების? რა თქმა უნდა, ეს იქნება აუცილებლად რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც არ ყავს პრემიერ-მინისტრი, არ ყავს პარლამენტი და ყავს პატივისცემით, არ მინდა ესე იგი არ გამიგოს, არ ეწყინოს და ყავს ივანიშვილის მარიონეტი, ანუ კონტროლირებადი, არათავისუფალი პირი მარგველაშვილის სახით პრეზიდენტი. რაც გარანტირებულად ასე იქნება, ხო იცით თქვენ, თუ პაატამ არ იყარა კენჭი. ეხლა ეს გადაფარავს თავარ ნიუს. ნუ არა მე ვიმ თავარ ნიუსი მაინც გავა რა. თუ ივანიშვილის შემოდგომაზე გადადგება, რაც მაღალი ალბათობით ალბათ ასე იქნება, ამას ავტომატურად მოყვება საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით და ძალიან ლოგიკური და გასაგები იქნება. მე გარწმუნებთ, რომ მისი გუნდი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს და ამ ამბის სათავეში ერთ-ერთი მოთავე მეც ვიქნები, იმიტომ რომ მისმა გუნდის დიდმა ნაწილმა თავი შეირცხინა თავისი სიხარბით, ანგარებით და თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებით. ამიტომ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჯერ არ მოსულა, ახლა გადადგა. მერე პარლამენტი არის დათხოვილი და რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის, ესე იგი, არჩეული განათლებული და პატიოსანი, მაგრამ არაპოლიტიკური გამოცდილების და პოლიტიკური საყრდენების და ავტორიტეტის არ მქონე მარგველაშვილი. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს არ არის ქვეყანაში დესტაბილიზაცია? ამიტომ ეს იყო სულად უპასუხისმგებლო განცხადება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადადგება, მაშინ ამას მოყვება რიგარეშე არჩევნები, იმიტომ რომ ივანიშვილის გარეშე ეს პარლამენტი უსუფაშვილის თავმჯდომარეობით და კუბლაშვილის და გოკა გაბაშვილის 65 მანდატით, ნაცმოძრაობის 65 მანდატით არის სულად არაადეკვატური დღევანდელი საზოგადოების განწყობის. ამიტომ ეს იქნება არასტაბილური პროცესები და სწორედ ამიტომ უნდა იყოს ამ დროს ერთი ძლიერი ინსტიტუტი,
ქართველი ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული პალატა ბურჭულაძის სახით, რომელსაც ნდობა ექნება და თუ რომელიც საზოგადოება სათავეში ჩაუდგება და აი ამ პროცესებს კონსტიტუციური და მშვიდი სტაბილური ასე იგი ვითარებით განსაზღვრავს და წაიყვანს მიიყვანს ასე იგი კანონიერი არჩევნების გზით ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის არჩევნებამდე. და კადრებზე მინდოდა რა კიდე არა? ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა რაც შეეხება იმ კადრებს რომელიც ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმოაჩინა და რომელიც ასახავს 12000-ზე მეტი ადამიანის წამებას, გაუპატიურებას და არაადამიანურ მოპოვებას. ეს კადრები არა პირადი ცხოვრების, არამედ აი წამების ამსახველი კადრები, რა თქმა უნდა, მაიდენტიფიცირებელი ფრაგმენტების სრული დაფარვით უნდა იქნეს აუცილებლად გამოქვეყნებული. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არ მიეცეს საშუალება მოივაჭროს ნაციონალურ მოძრაობასთან აი ამ კადრებით და რამე გარიგებაში კვლავ შევიდეს. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა. ქართული ოცნება რაღაცას გამოაგდებს კომპრომატს, მერე თვითონვე ჩააქრობენ ამ ამბავს და რაღაცას წარმატებით მოივაჭრებენ. ამ ბიზნეს გაინაწილებენ, ან ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ აქტივებს და ლინკებს გაიყოფენ ერთმანეთში და არეგულირებენ და ასე შემდეგ. ეს ერთი. და მეორე, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს. თუ კი მოივაჭრეს ვაჭრობა რაზე იქნება? ჯერჯერობით 9 კაცი არის დაკავებული, 9 კაცი აკეთებს და 12000 კაცი 9 კაცმა აწამა და გააუპატიურა? გამოსხო სათავეები ქონდა. ამიტომ როგორც კი ეს კადრები გამოქვეყნდება, ივანიშვილს დარჩება 2 დღიანი ვადა მაქსიმუმ, რომ ბორკილდადებული სააკაშვილის მთელი გუნდი შეაბრძანოს ციხეში და გაასამართლოს სამართლიანო სასამართლო. ანუ მუფტი უკან დასახევი აღარ ექნება. სავაჭრო მანევრი აღარ ექნება და ეს ძალიან კარგია. მეორეც, ქართული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი და პოლიტიკური სპექტრისაც ასევე მცირე ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი არ არის ჯერ კიდევ ინფორმირებული როგორი ბანდა, როგორი სისასტიკით მართავდა ქვეყანას. ამიტომ თელმა მსოფლიომ ეს კადრები უნდა ნახოს და ყველა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მართლობა ხელში ქონდა აღებული კრიმინალურ ბანდას, რომელსაც იმდენი დანაშაული ჩაიდინა და უფრო მძიმე, ისეთივე მძიმე, როგორც ფაშისტულმა რეჟიმმა და არანაირი საუბარი დამნაშავე რეჟიმთან კოაბიტაციაზე და მათ რაღაცა პოლიტიკურ გადარჩენაზე არ შეიძლება რომ არსებობდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ რამდენიმე დღეში არ იქნება გამოქვეყნებული, ჩვენ გეგმავთ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ასეთი პროტესტის გამოხატვას და არამატო საჯაროდ ეკრანზე შესაძლოა მიმართოს საპროტესტო აქციებსაც მოთხოვნით გამოქვეყნეს კადრები და ბორკილდადებული პირდაპირ ეთერები, ტელევიზიები, გატელევიზორებულები დააპატიმრონ კეზერაშვილი, ადეიშვილი, მთელი ეს ბანდა, ვინც კი არის ბოკერია, გივით არგამაძე და მთელი ეს ბანდა, სააკაშვილი და ყველა ის პირი, რომელიც ამაში მონაწილეობას ღებულობდა. ეს არ იყო ცალკეული ერთეული დანაშაული, ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც სათავეში იდგა სააკაშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, არც ერთი წამების კადრი არ იქნება ჩადენილი და გადაღებული სააკაშვილის პირადი მითითების და მისი მონაწილეობის გარეშე. ეს არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც დარჩენილი ცხოვრება უნდა გაატაროს ციხეში და გარწმუნებთ დარჩენილ ცხოვრებას მთელი ეს ბანდა ციხეში გაატარებს. არანაირი 10 და 15 და 20 წელი. სამუდამო პატიმრობა არის მათი ერთ-ერთი გამოსავალი. ბატონო. ეს არის ის აი მე მადლობა ამ შეკითხვისთვის. ის განცხადებები, რომ ამის ჩვენება იმდენად სასტიკია, რომ საზოგადოებისთვის არ შეიძლება რაღაცა, არის სრულიად ყალბი. და ჩემის აზრით სიმულაციური. ნუ შეიძლება თუ გუწფელია, შეიძლება მისგან გუწფელი იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მცდარი. იმიტომ რომ ჩვენ ახლა იმდენ საშინელებათა ფილმებს უყურებთ, არავის არ გაჩენია აზრიდაც კარგი იქნებოდა, თუ საშინელებათა ფილმები საერთოდ ესე იგი ცოტა ცენზურით გავიდოდა. ეს ერთი. მეორეს, ქართველი ხალხი არ არის რაღაცა საბავშვო ბაღის ბავშვები, რომლებსაც რაღაცა არ უნდა ვაჩვენოთ. უნდა დაიფაროს კადრებისას ამის ნახვა არ უნდა და სუსტი გულია გადართავს და არ ნახავს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა ნახოს ეს კადრები. ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში, რამდენად ბინძური და სასტიკი რეჟიმი მართავდა ქვეყანას.
და მსოფლიომ უნდა იცოდეს ეს. ევროკავშირში ენას რომ გადმოაგდეს ბოდიშაპს სიტყვისთვის ზოგიერთი კორუმპირებული პარლამენტის წევრი, სულ 1-2-ზე მაქვს ლაპარაკი და ასე იგი იმის გამო რაღაცა ფულს ელოდება და აჭმევს სააკაშვილი და მისი ბანდა, აი აქ ნაკურდალი ფული და ენას ესე იგი გზაბტყელი სიტყვებით ლაპარაკობს, აი ამათი პირის დასახშობად არის საჭირო ამ კადრების გამოქვეყნება. გასაგებია? აი ეს კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხისგან ნაკურდალი ფულის ასე იგი ფულის ნაკვები აკეთებენ ამ განცხადებებს. იცით ვისაც გულისხმობს ორი განსაკუთრებით სრულიად უსინდისო და სრულიად კორუმპირებული პოლიტიკოსი. მადლობა.